მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ 29 ივლისის სავსე მთვარეობაზე ლომი მერწყულის ღერძზე, რომელიც გვექნება მე7 გრადუსზე თბილისის დროით 18 საათზე და 36 წუთზე. აქ აქტიურდება თემები მე და ჩვენ, პირადი სურვილები და კოლექტიური პასუხისმგებლობები, ინდივიდუალური ლიდერობა და საზოგადოებრივი ინტერესები. მთვარე, რომელიც მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობს ამ პერიოდში, პლუტონთან იქნება შეერთებული, აქ ძლიერი ტრანსფორმაციული ენერგია იქმნება. პლუტონს ყოველთვის ამოაქვს ზედაპირზე ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იყო დამალული, ამიტომ ამ პერიოდებში შეიძლება გამჟღავნდეს ისეთი თემები, რომელიც საიდუმლო იყო. დასრულდეს ძალიან ბევრი ურთიერთობები, პროექტები ან ცხოვრებისეული ეს ეტაპები, რომლებმაც საკუთარი მისია უკვე ამოწურა. ბევრისთვის ეს იქნება შინაგანი გარდაქმნისა და ძველი თემების დაძლევის პერიოდი და ახალი მიმართულების არჩევის პერიოდი. ამავე დროს მთვარე ოპოზიციაში დგება ლომში მყოფ როგორც მზესთან, ასევე იუპიტერთან და ეს ასპექტი ქმნის ემოციურობას, თავდაჯერებულობის ძალიან დიდ ალბათობებს, მასშტაბურ მოქმედებებს, გადაჭარბების ალბათობები და დაპირისპირებები ავტორიტეტებთან და კონფლიქტურობის ალბათობებიც ძალიან მაღალი იქნება. აქ რისკის შემცვლელი ფაქტორები იქნება თვალსაცემი. აქ არ არის სასურველი მივიღოთ რაღაც უცაბედი და ემოციაზე დაყრდნობილი ქმედებები. ძალიან სასიამოვნოა ის, რომ ამ სავსე მთვარეობას მიუხედავად ამ დაძაბული ფონისა, აქვს ასევე ძალიან ჰარმონიული ასპექტი ნათობებს, როგორც ურანთან, ასევე ნეპტუნთან. შეგეშინდება ცვლილებების, აქ ურანი ახალ შესაძლებლობებს გიხსნით, იყავით უფრო მოქნილები და მზად იყავით ახალი ეტაპისთვის. იმოქმედებს ყველაზეძლიერად, ყველაზე მეტად იმოქმედებს ფიქსირებულ ნიშნებზე, როგორებიც არიან მერწყულები, ლომები, მორიელები და კურო. ამ ნიშნებში, ვისაც დაახლოებით 4-დან 8 გრადუსამდე ყავთ ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტები. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას, ვერძებისთვის აქ აქტუალური იქნება მეგობრები, კოლექტივი, მომავლის გეგმები და სხვადასხვა სფეროები, რომელიც ერთიან საქმეს, ერთიან გეგმებს შეეხება. აქ შესაძლებელია დასრულდეს ერთი ეტაპი და დაიწყოს რაღაცა ახალი ეტაპი თქვენ ცხოვრებაში. ყურადღება მიაქციეთ კონფლიქტურობას მეგობრებთან და არ იმოქმედოთ იმპულსურად. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშანს, აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია თქვენთვის, რადგან აქ კვადრატით გადის, აქტიურდება აქ უფრო მეტად კარიერა, ოჯახი და სტატუსის საკითხები. შესაძლებელია სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დადგეთ, ხელმძღვანელ პირებთან დაძაბულობას მოერიდეთ, მიიღეთ ის ცვლილებები, რომელსაც უკვე ვეღარ ამჩნევთ. წყობებს რაც შეეხება, აქ გაიხსნება ახალი პერსპექტივები, სწავლაში მოგზაურობა, დოკუმენტები, უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებული საქმეები. შესაძლებელია შეიცვალოს თქვენი სოფლმხედველობა ან ცხოვრების მიმართულებები. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს, აქ იქნება თქვენთან ფინანსური და ემოციური ტრანსფორმაციის პერიოდი. აქ შეიძლება დასრულდეს რაღაც ვალები, ფინანსური ვალდებულებები ან ურთიერთობები, რომლებიც ენერგიას გაკარგვინებდათ. კარგი დროა ფინანსური სტრატეგიის გადასახადად. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშანს, ეს სავსე მთვარეობა თქვენს პირად ურთიერთობებს შეეხება. აქ შესაძლებელია მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, პარტნიორებთან დაკავშირებით ქორწინებას, რაც შეეხება საქმიანი თანამშრომლობის თემებს. მოერიდოთ თქვენი ეგოს გამო დაპირისპირებებს პარტნიორებთან ამ პერიოდში. განვიხილავ პარტნიორებს ყველა დონეზე. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს, დროა გადახედოთ თქვენ ყოველდღიურ რეჟიმს, სამუშაოზე და ჯანმრთელობის თემებს. აქ გადაიტვირთებით ძალიან ამ პერიოდში, იზრუნეთ დასვენებაზე და მეტი დრო გაატარეთ საკუთარ თავთან.
სასწორებს რაც შეეხება, აქ იქნება სიყვარული, შემოქმედება, შვილები, თვითგამოხატვის თემები. შეიძლება დასრულდეს რაღაც ერთი სასიყვარულო ისტორია, ან პირიქით მიიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ პერიოდში თქვენს ურთიერთობებში, უფრო განახლების თემებს მიუბრუნდეთ. მორიელებს რაც შეეხება, თქვენთან ეს ავსემთვარეობა კვადრატით გადის. თქვენთვის ეს არის ოჯახსა და კარიერის შორის ბალანსის შენარჩუნება. აქ აუცილებლად ზოგმა შესაძლებელია შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური გარემო ან პროფესიული მიმართულება. ეთდებით ყველაფრის კონტროლს ამ პერიოდში. მოდუნდით და უფრო დააბალანსეთ თქვენი ემოცია, როგორც ოჯახის საკითხებთან, ასევე კარიერულ თემებში. შულდოსნებს რაც შეეხება, აქ აქტიურდება სწავლა, კომუნიკაცია, დოკუმენტები, მოკლე მგზავრობები, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან საუბრები შეიძლება შედგეს ამ პერიოდში, რომელიც თქვენს მომავლის გადაწყვეტილებას შეეხება. თხის რგებს რაც შეეხება, ეს იქნება ფოკუსირება ფინანსებზე, თქვენ შემოსავლებზე, საკუთარ ღირებულებებზე, შეიძლება შეიცვალოს შემოსავლის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო და დაგჭირდეთ მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება ამ პერიოდში. მერწყულებს რაც შეეხება, ეს სავსემთვარეობა ყველაზე ძლიერი სავსემთვარეობაა თქვენთვის. აქ მთვარე თქვენს ნიშანში მოძრაობს პლუტონთან შეერთებული, აქ ღრმა ტრანსფორმაციის პერიოდია თქვენთან, აქ დასრულდება ძველი ციკლი და დაიწყება რაღაცა ახალი მიმართულებები. შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება, როგორც საკუთარ თავთან, ასევე ურთიერთობებში, როგორც პირადი, ასევე თანამშრომლობა სხვა ადამიანებთან. რაც შეეხება, აქ აქტიურდება ქვეცნობიერი თემები. დასვენება, შინაგანი განახლების პერიოდია ეს პერიოდი, კარგი დროა მედიტაციისთვის, სულიერი პრაქტიკისათვის, ყველაფრის გასაშვებად, რაც ხელს გიშლით, რაც უკვე აღარ გემსახურებათ ამ პერიოდში. მოკლედ, წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ, ვისაც გსურთ ჩემთან კონსულტაცია, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადში ან მითითებულ ნომერზე. მადლობა ყველას.